ჯერ მხოლოდ შექმნათ საქმეა უკვე და ამ ჯგუფებს თამაშები აქვთ უკვე მოგებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მარტივი საზომი აქვს მათ, ჩემი შვილის გუნდი იგებს, ესე იგი ყველაფერი გაგატარეს. აგებს, ესე იგი ყველაფერი რაღაცა სულდათ არის. რაგბი საერთოდ მსოფლიოში ჩემი გამოწვია, რაც მე ნანახი მსოფლიოში, საშუალო ფენის თამაში. ანუ ადამიანები არ ცდილობენ ამით ვთქვათ ფული შოուն და ბავშვთა წვრთნაში და ზოგადად თუნდაც დიდებში არის ესეთი ინსტრუმენტი, რაც უცნაურებს გააჩნიათ, ეს არის სხვადი ელემენტები, რაც სხვადასხვა წესები, სხვადასხვა პირობები მოთამაშეებს აიძულებს მოიქცენ სხვანაირად. ობიექტურები უნდა ვიყოთ და ცვლილები უნდა გავყოთ ორ ჯგუფად. მარტივად რომ გავყოთ ისინი, ვისაც ესმის არაუფასეულობები და ისინი, ვისაც არ ასწავლეს ანალოგზე. მოგესალმებით ძვირფასო რაგბის გულშემატკივრებო. ეს არის ჩვენი პირველი სარაგბო პოდკასტი, რომელსაც ჩვენ დავარქვით სახელი მესამე ტაიმი. დღევანდელ ჩვენ პირველ გადაცემას დავუძღვებით ვეტერანი მორაგბეები გია კუბლაშვილი და მე მიხეილ ბურწყლა, ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია უკვე პრაქტიკულად არ არიან ჩართულები აქტიურად რაგბის ცხოვრებაში. მაგრამ თავის დროზე საკმაოდ ბევრი გვაქვს ნაცვალები და ნაფიქრი ამ თემაზე და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ რაგბის ვიცნობთ შიგნიდან. მინდა ვთხოვო გიას ორ-ორი სიტყვა გითხრას იმის თაობაზე, როგორ ხედავს ამ პოდკასტს, როგორი უნდა რომ იყოს. გამარჯობა. პირველ რიგში ვიტყვი სახელის შესახებ, მესამე ტაიმი გავუკადნიერდები და ვიტყვი, რომ მორაგბეების შემოტანილია ქართულ სივრცეში, ანუ მისი არსი, რაც იმას ნიშნავს, რომ აი თამაშის დროს დაგროვილი აგრესიის, სხვადასხვა წყენების ჩაქრობა ხდებოდა ზუსტად აი ესე მესამე ტაიმზე, სადაც ორივე გუნდის მორაგბეები ერთმანეთს ხვდებოდნენ და რა ვიცი, ეს ყველაფერი იქრებოდა და მეგობრობაში გადადიოდა და აქედან არის წამოსული ეს ლეგენდარული მორაგბეების ერთობა, რომელიც ახლა საქართველოში არსებობს. რაც შეეხება გადაცემას, მე მგონი ეხლა მაგაში ყველა დაგვეთანხმება, რომ საინფორმაციო ნაკლებობაა, ესე ვთქვათ, მედია სივრცეში. მე მესმის, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს აი რაღაც ოფიციალურ და ესეთ სატელევიზიო არხებში დროის უქონლობით. ამიტომ ჩვენ შევეცდებით ზუსტად აი ესეთი გადაცემა გავაკეთოთ, სადაც გავარჩევთ საქართველოში აქტუალურ სარაგბო საკითხებს. აუცილებლად შევეცდებით მოვიყვანოთ დღევანდელი ხელმძღვანელობა რაგბის კავშირში, მათთან ერთად გავიაროთ ეს საკითხები და ნახოთ შევჯერდებით, არ შევჯერდებით, შეიძლება ჩვენი რაღაც კრიტიკა მოისმინონ, შეიძლება არ მოისმინონ, ეს მაგათი საქმეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. ჩვენი არხის მესამე ტაიმის გამოწერა შეგიძლიათ YouTube-ზე, დაგვილაიქეთ, მოგყევით, როგორც იძახიან, იქ ნახავთ ზუსტად იმ სივრცის აღწერილობასაც, სადაც ხდება ამ პოდკასტის ჩაწერა, ეს არის სივრცე მოუბარი. ჩვენი პირველი პოდკასტის პირველი სტუმარი ჯაბა მალაღურაძე, ადამიანი, რომელსაც შემიძლია პირდაპირ ქალთა რაგბის ამაგდარი დავარქვა, ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი კვალი დატოვა ქალთა რაგბის განვითარებაში. წლების მანძილზე მუშაობდა მან. დღეს ჩვენ შეგვიძლია დავებრაბახოთ იმით, რომ ყავს როგორც 7 ქალა რაგბი, ასევე 15 ქალა რაგბი და ჯერ მხოლოდ შექმნათ საქმეა უკვე და ამ ჯგუფებს თამაშები აქვთ უკვე მოგებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის შეიძლება შემეშალოს და 7 ქალას მაგინოთ 7 კაცს ვთქვა, მაგრამ მაპატიეთ, იმიტომ რომ ჯერ მიჩვეული მაგას არ არის. ეს ახალი ხილია ჩვენთვის. და აი ამ გზაზე ძალიან წარმატებით გამოჩნდა ჯაბა და მე მინდა მიულოცო მას და ვთქვა, რომ მეკლე ხარ ჩვენი პირველი გადაცემის, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენთან, ჩემო კარგო. დღეს ჯაბა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. მე ვიტყოდი, რომ უფრო საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ მთლიანად ქართული რაგბის განვითარებას დაეჯახა და იტვირთა ეგ საქმე
ნუ ხო წარმოგიდგენიათ ქართული რაგბის განვითარება უკიდეგანო ფრონტია. ულევი ფრონტია. ჯაბა, საიდან ვიწყებთ განვითარებას? პირველ რიგში დავიწყებ და მოგესალმებით, გილოცავთ ამ შესანიშნავ წამოწყებას. ნამდვილად ჭირდება ქართულ რაგბს ის სივრცე, სადაც რაღაც უფრო ღრმად ვისაუბრებთ დეტალებზე. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ისო პირველი სტუმარი ვარ, მეორე უფრო მთავარი ის არის, რომ მიწევს საუბარი ადამიანებთან, რომლებიც არიან ქართული რაგბის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ეპოქის არქიტექტორები. აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ ყველაფერში, როგორც მართვის, ასევე უშუალოდ თვითონ რაღაც რაგბის კეთებაში, ასე ვთქვათ. ეს დიდი გამოწვევა იქნება. აუცილებლად უნდა შევეხო იმას, რომ წლების წინ ბატონ გიას ჰქონდა ანალოგიური მცდელობა, თუმცა მაშინ ტექნოლოგიები ესე არ იყო განვითარებული და ეხლა ძალსახად მჯერა, რომ ეს გადაცემა უფრო ხარისხიანი იქნება და უფრო ადვილად მოხდება მისი გავრცელება. მაშინ ნამდვილად მწირი იყო რესურსები. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გადავიდეთ საქმეზე. დიდი მადლობა. ბუნებრივია, ეხლა როცა იწყებს საქმეს, გეგმა ფიქრობ იმაზე, ვთქვათ, პრიორიტეტების გამოკვეთა ხდება, როგორც წესი. ალბათ გამოკვეთე შენ პრიორიტეტები ხო შეუძლებელია ყველაფერს ერთად ეტაკო. რაღაც მიმართულებებია განვითარებაში უამრავი მიმართულებაა. რომელი მიმართულება მიგაჩნია შენ ყველაზე მნიშვნელოვნად ეხლა და საიდან იწყებ? კი ბატონო, მე როდესაც უკვე შეეხება ქალთა რაგბის მთავარწვრთნელი გავხდი, მაშინ გამოცდილება არ მქონდა სამწვრთნელო, ასე ვთქვათ. შესაძლოა იმიტომ ვაკეთებ, რომ საიდან იწყება ჩემი სტარტი, მაგას ვიზახი, ეს მინდა ვთქვა. თუმცა ზუსტად ვიცოდი რა არ მომწონდა მწვრთნელობაში და რა არ უნდა გამეკეთებინა. წლების განმავლობაში მეც დამიგროვდა რაღაც რაგბში ვარ ბავშვობიდან, გავიარე ყველა გზა, რაც შეიძლება გამიარა და დღეს უკვე მომეწონა შესაძლებლობა, რომ რაღაც უფრო შევცვალო, მართო, დავნერგო რაღაც სხვადასხვა ინოვაციები. საიდან ვიწყებთ? აქ უკვე თავში უნდა გავმიჯნოთ, ანუ მე მაქვს რაღაც კონკრეტული სფერო, სადაც ვოპერირებ, ასე ვთქვათ, ეს არის რაგბის განვითარება, რომელიც კი სახელი ესეთი ძალიან ფართოა, თუმცა მეტწილად მოიცავს ბავშვთა რაგბს, მწვრთნელებს და სამოყვარულო რაგბს. ეს ძირითადი მიმართულებები რო ვთქვათ. მე მაინც მიმაჩნია, რომ პრიორიტეტები არის მასობრიობა ბავშვთა რაგბის, მწვრთნელების ანუ მეტი რესურსების მიცემა, რათა შეძლონ კომპეტენცია უფრო აიმაღლონ და თვითონ ეს გარემო შესაბამისად უკვე გარემო გავხადოთ უკეთესი ბავშვებისთვის, რომ ისინი მოდიან და შემდეგ დარჩნენ ცხოვრების ბოლომდე, სანამ იქნებიან მორაგბეები, სანამ შეიძლება თუ იყვნენ აქტიურები რაგბში. სხვადასხვა ფორმით. რა თქმა უნდა. აი ეს ამას მოვიდაზე. მე ვთვლი, რომ ასევე ზოგადად გამოწვევაა კიდე მშობლები, შემადგენელი მშობლების, როგორც ბავშვის განვითარებაში და ჩვენ მადლობა პირველ რიგში ისევ მშობლებს, რომ გვანდეს ამ საქმეს პასუხისმგებლობით უდგებით და ხვდებით, რომ უკეთესი მოქალაქე რო ჩამოყალიბდეს, ამაში ჩვენ დიდი როლი გვაქვს. ამ პასუხისმგებლობას მე ვგრძნობ და ეს არის ჩემი მთავარი მოტივატორი. ну შემდეგ უკვე შემოდის დეტალები ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ რა ამაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. ზუსტად ეგ დეტალები გვაინტერესებს ჩვენ ეს ისეთი თემა ჯაბა რომ მე მგონი გია ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რესპონდენტი ჩვენი ჯაბა იქნება, იმიტომ რომ განვითარება ქართული რაგბის ну ეხა იმ ხელა მოცულობა თემას ჩვენ ხშირად მოგვიწევს შეხვედრა. რა თქმა უნდა ყველაფერს ვერ მოვიცავთ ერთ და ორ შეხვედრაში, მაგრამ ეს დეტალები გვაინტერესებს, გვაინტერესებს მაგალითად თუნდაც ის რომ თქვათ აი ესეთი საკითხი ვინ შედის განვითარების ჯგუფში შენთან ერთად და ვინ გეხმარება? რამდენი კაცია და რამდენი ანუ ჩემი ასე ვთქვათ დირექტორატს აქვს რამდენიმე თუ როგორც ვთქვით, ძირითადად ეს არის მოკლედ ჩემი კონკრეტულ საქმეზე პასუხობ, თუმცა ასისტენტი ორი, ვთქვათ, ივა დავითაშვილი, გიორგი ტყეშელიაძე, რომელიც ერთი მცველთა განათლებას კურირებს, მეორე ზოგადად კლუბებთან ურთიერთობას და კლუბების საჭიროებას. ეს არის ივა არის კლუბები. არა, ივა არის კი ბატონო, მცველთა განათლება. ტყეშელიაძე არის უკვე კლუბები, თუმცა მე ვქვევით უკვე ბავშვთა
რაგბის კონკრეტული კომისრები, ოფიცრები, ორგანიზატორები, რომლებიც უშუალოდ ფესტივალზე მუშაობენ. ასევე კიდე რაც წელს პირველად მოხდა, დაუნერგეთ ეს, რომ მე ვთვლი, რომ საინტერესო იდეები და რჩევები შეგვიძლიათ გარედან გაგვიზიაროთ. მაგალითად, მშობლებმა ჩავატარეთ საკმაოდ დიდი გამოკითხვა, მათ გამოთქვეს თავის აზრი, რა შეიძლება უკეთესად გაკეთდეს. ამიტომ არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლობიანი რაღაცებია, თუმცა ვცდილობთ ყველა ის რესურსი, რაც შეგვიძლია გარედან მოვიძიოთ, ესეც გამოვიყენოთ. ხო, აი ნახე, მშობლები უკვე რამოდენიმეჯერ ახსენე შემდეგ ხა. ჩვენ ახლა ორივეს გვაქვს რა, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და რა თქმა უნდა, ახლა მშობლებთან მუშაობა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რა და როგორც წესი ახლა ყოველთვის რამოდენიმე პირდაპირ ვეთქვით, ცოტა გიჟი მშობელი ჩდება, რომელსაც არ მოწონს არც მსაჯობა, იქ მოედანზე როგორ იქცევა, ну მოკლედ სერიოზული პრობლემაა ეგეთი ადამიანები და ჩემი აზრით ამას ცოტა ხელი შეუწყო კიდე აი, იცი რას ვფიქრობ, ფეხბურთთან ანალოგიის გაკეთებამ რა, იმიტომ რომ სამწუხაროდ რა, ეხლა მე ესე უყურო, ბევრი მშობელი ამას თავისი ბავშვის განვითარებას და მოსვლას რაგბში უყურებს, აი სუფთა კომერციულ, შეიძლება ვწდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გამოცდილება მაგ და უყურებს აი კომერციული თვალსაზრისით, აიმე ეს ეხლა თან ეხლა ამის პრაქტიკა გვაქვს ინდიაში, საფრანგეთში მიდიან, ასე ნუ ჯერ ხო კარგად თამაშობენ, ეხლა ვინც ვერ კარგად თამაშობს, ყოველ შემთხვევაში რაღაცა პერიოდი რაღაცას კარგად ცხოვრობს, მეტნაკლებად მე შეიძლება საერთოდ ცხოვრება აიწყოს ასე და ნუ რაღაც პერსპექტივა აქვს რა. ხო და აი მშობლებისთვის ეს ხდება თითქოს მთავარი ხაზი. რაც ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა გექნებათ, ეხლა ყოველთვის პრობლემა იყო ეგ რა. ნუ მე ჩემ დაკვირვებაზე ვიტყვი, მაგასთან დაკავშირებით ახსენე კიდევაც, რომ კარგი თამაში რა, როგორ თამაშობს მისი შვილი. ჩემი დაკვირვებით, მშობლები აბსოლუტურად მართლები არიან და რა ნაწილში ვიტყვი. მარტივი საზომი აქვთ მათ, ჩემი შვილის გუნდი იგებს, ესე იგი ყველაფერი კარგად არის, აგებს, ესე იგი ყველაფერი რაღაცა სულდათ არის და რა თქმა უნდა ამის გამომწვევ მიზეზებს მარტივია რომ იპოვოს სხვაგან. ნუ ეს ადამიანის ესეთი თვისება აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ და მშობლებთან ზუსტად ჩემი კითხვა ერთ-ერთს მოიცავდა, ანუ რისთვის მოყავთ ბავშვზე რაგბი, ანუ თავარი ღირებულებები, რაც აქვს, რაც ვაიდი რომ მოგებაწაგების ამბავი ცოტა სხვანაირად გადაიწიოს და თუმცა მოგებაწაგებასაც თავის დრო აქვს და მოთამაშე ძელვადიან განვითარების გეგმაში რა ეტაპზეა მისი შვილი, ესო კარგად დავანახო. როგორც კი ამ ცოდნა შევაიარებ მშობლებს, მე ესე უყურებ, რა გამოწვევებიც არის და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში მწვრთნელები, კლუბები, გასაგები იქნება და იმ საზომით გაზომავენ. პატარობის ასაკში გართობა, შემდეგ შემეცნება, როგორც თვითონ სწავლობენ ეს ბავშვები, გამოწვევებს ეძებენ და მე უკვე როდესაც იწყება პროფესიონალური რაგბი. ამას ვერ ვიტყვით მოთამაშეებზე, იმიტომ რომ სპორტია ყველას გამარჯვება უნდა. ვინც მოედანზეა, მას რა თქმა უნდა გამარჯვება უნდადეს და პირიქით ეს პატარა ბავშვი იქნება თუ დიდი მისასალმებელი. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ სარაგბო ფასეულობების ფარგლებში. მაგას ვერ აუგზავნავ ახლა ვერცერთ მოთამაშე გადიდე შენ ოღონდ კარგი ის პასი მიეცი და მოიგებ წააგებ ახლა ბავშვთან მitulmedes. ხო, ამიტომ მაგაში გეთახმები დავამატებ ახლა შევქმენი კვიზი, სარაგბო კვიზი, რასაც გამოვიდა უკვე სარაგბო ფესტივალებზე და მარტივად შეძლებენ კლუბის სხვადასხვა წევრები, მოთამაშე, მწვრთნელი, მენეჯერი, მშობელი, ძმა და აი ეს ანონიმურია სრულიად. კითხვა რა ეხება რაგბის ფასეულობს, რამდენად სარაგბოა შენი გუნდი, ამ მარტივ კითხვებს უპასუხებ, სადაც ბოლოს შეფასება მიენიჭება და ეს იქნება გამაღიზიანებელი და რაც შეძლებს დააეჭვოს თვითონ ვინც შეავსებს და გადახედოს ამ ფასეულობს, მე რამდენად ვატარებ ამ ფასეულობებს, სადაც მივედი, რა საზოგადოებაშიც მივედი. მე მგონია რომ ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ქართულობაში. გეთანხმები. ერთადერთი იცი რა არის? მწვრთნელები რამდენად მოყვებიან, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა მწვრთნელების დამოკიდებულება, იმიტომ რომ ჩემი აზრით აი ზემოდან ჩარევა აი თვითონ მაგ საკითხში არ უნდა ჭირდებოდეს, თვითონ უნდა ხდებოდეს, რომ ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და
სამწუხაროდ ეხლა ესე არ არის ხოლმე რა. ხო ხტები რა და ამიტომ აი რამდენად მოყვებიან ის უშუალოდ ის ადამიანები, ვინც იქ მუშაობს რა ბავშვები. ობიექტურები უნდა ვიყოთ და მცველები უნდა გავყოთ რა ორ ჯგუფად. მარტივად უნდა გავყოთ ისინი, ვისაც ესმით ეს არაფასეულობები და ისინი, ვისაც არასწავლეს ან არ უთხრეს. ხო, ესე, აი ძალიან მარტივად. ხო, კი ბატონო. ორივე შემთხვევაში, ну, ერთ შემთხვევაში გასაგებია და აგერ თქვი შევეცდებით თუ გავავრცელოთ მაქსიმალურად და ეს გადაცემაც ალბათ მაგას ემსახურება, ალბათ არა ერთ-ერთი. ხო, იმედია. ერთ-ერთი მიმართულება ეს იქნება, ყოველ შემთხვევაში ირიბად მაინც მოხდება თუ პირდაპირ არ დაუმოძღვრავთ ვიღაცებს. მეორე არის, როდესაც ცვლილება იციან ეს ყველაფერი, თუმცა იგივე მოდის წნეხი მშობლებისგან, კლუბისგან აქ იგივე შემიძლია თქვა კლუბის ხელმძღვანელობაზე, რომლებსაც ну კიდევ ერთხელ რა საიდან მოვდივართ, რაგბი ჩვენთან მაინც ახალგაზრდაა და მოთამაშის ძელვადიანი განვითარების გზა შეიძლება თქვენი თაობის ადამიანებს, რომელსაც უამრავი ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, არ იყოს ინფორმირებული და შესაბამისად ისიც წაგებით და მოგებით ზომოს. თუმცა თუ მათაც მივწვევით და აუხსნით ამ ყველაფერს, გონიერ დაკვეთებით შეიცვლება და უფრო მარტივი გახდება სულებისთვისაც ამ ღირებულებებზე მოთამაშეების აღზრდა და სწორედ იცი. არ არის ადვილი, მაგრამ ეთანხმები რომ გასაკეთებელია. გასაკეთებელია აუცილებლად. ოღონდ მიმართულება უნდა მიცეს. ეგ ძალიან კარგია, რომ ფიქრობთ იმაზე, რომ მიდგომები შეიცვალოს. მაინც მე მინდა ხა აპარატში რა კი მუშაობდი და მაქვს გამოცდილება თვითონ უშუალოდ აპარატში მუშაობის. ერთი ეგეთი კითხვა მაქვს. აი შენ დაასახელე შენი დამხმარეები, 2 თუ 3 ადამიანია? ორი ადამიანი. ყოფნის ეს 2 ადამიანი, აი ამ იმისთვის რომ ეს გამოწვევებს არა, ეს 2 ადამიანი არიან, რომლებიც ამ კონკრეტულ მიმართულებებს ზე არიან პასუხობრივი. ნუ იგი არის სასწავლო ცენტრი, რომელსაც ყავს თავი ჯგუფი, გიორგი ჭომბურიძე საკმაოდ გამოცდილი. საინტერესოა. და ჩავშალოთ დიახ, ჩემი დირექტორატი, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც მუშაობს. ნუ და პლუს ამას ეს ხო არ არის, ბევრი მომიჯნავე დირექტორატი არის, სადაც ყეთა გვაქვს და საერთოდ ჯამში რაღაც საინტერესოა თუ გავაკეთოთ ეს ყველა. საინტერესოა. აი მე მინდა გავაგზავნო, ეხლა ნუ დეტალები მაინტერესებს ხოლმე. კი ბატონო. მაგრამ აი ამას წინებზე რაგბის კავშირის პრეზიდენტის ინტერვიუ ვნახე მე, სადაც ის ამბობს, რომ ბავშვთა რაგბის მიდგომები იცვლება და პირდაპირ ესე თქვა, რომ აი ადმინისტრირება რო ხდება, რაღაცა გარკვეული შეზღუდვები, ანუ ადრე თუ იყო დიდი ყურადღება ექცეოდა რაღაც გარკვეულ ასაკში ძალის მიერ თამაშს, ბოჭვის უნარებს და შემდეგ ეხლა ეს აღარ იქნება, მე ესე სწორად გავიგე. ხო, ესე იყო და იცვლება. აი რა ქონდა მხედველობაში შენ უფრო გეცოდინება როგორ ცვლით ამას? კი ბატონო, ეს არის მარტივი, ანუ ჩემი გამოსახულება არც ერთულია ეკავი. ბავშვთა წვრთნაში და ზოგადად თუნდაც დიდებში არის ესეთი ინსტრუმენტი, რაც უზრუნველებს გააჩნიათ, ეს არის ცვლადი ელემენტები, რაც სხვადასხვა წესები, სხვადასხვა პირობები მოთამაშეებს აიძულებს მოიქცენ სხვანაირად. ამ წესების ხშირი შემოტანით შევეცდებით, რომ აი ეს მარტო ძალის მიერ თამაშზე გაკეთებული აქცენტი შევცვალოთ. ეს ინსტრუმენტი კიდევ ერთხელ ცვლილებს თვითონ აქვთ. ახან არ ინერგებოდა აქამდე, ჩვენ გვაქვს ის ბერკეტი, რომ შევცვალოთ, ვცადეთ უკვე, შემდეგ გამოვიდეთ ცვლილები, იყო დადებითი შეფასება საერთო ჯამში, თუმცა იყო იქაც რაღაც სხვადასხვა მომენტები, რაც გადახდებას მოითხოვს და კიდევ ერთხელ მაგისთვის ღია ვარ სულ ყველა და შეებაში ხარ. ნუ რა თქმა უნდა, უნდა ვცადოთ სხვადასხვა რაღაცეები, რაც მე სადღაც დაიფოწება. თუმცა სხვადი ელემენტები არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი მაგ ყველაფრისთვის. თამაშის წესების ცვლილება. ძალიან საინტერესო. ადაპტირებული თამაშები რა. და ამით მართოთ.
ძალიან საინტერესოა და ანუ ეს არ არის უბრალოდ პრეზიდენტმა თავისი რაღაც სურვილი კი არ გამოთქვა ამ შემთხვევაში. ანუ ეს არის უკვე იდეა, რომელიც თქვათ ჩაიშალა და მუშაობს უკვე ძალიან საინტერესოა რა და კარგი იქნება რომ მე თქვათ ჩვენ აუცილებლად უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი ამ ეს პროცესი როგორ მიდის უნდა ვნახოთ უშუალოდ მე ხა შენი დახმარებით ერთ ფესტივალზე ვიყავი მე ხა ბოლო დახურვის ფესტივალი როგორ მე რაც მახსოვს ეგეთ ფესტივალი მე მაგ მიმართულების არ ყოფილა. თუ მეშლება შეიძლება ფესტივალი იმიტომ რომ იქ იყოს რაღაც სხვადასხვა ელემენტები, გასართობი ელემენტები, იმიტომ რომ ყველაზე პატარა ასაკი იყო რა. ხო, შევარდნეზე რაც იყო რა. მაგ ფესტივალს ჰქონდა ორი ისა რა ქვია მიზანი. ჩემი აზრით ახალი ვარიანტი. კი, ახალი ვარიანტი იყო და ჰქონდა მიზნები ჰქონდა ერთი ის რომ საახალწლო ზეიმი მოგვეწყო ვინც პირველად შემოვიდა ჩვენთან ურალში მივიღეთ ასე ვთქვათ ოჯახში და მეორე მწვრთნელებისთვის, მონაწილე მწვრთნელებისთვის გვენახებინა სხვადასხვა აქტივობებით, გასართობი აქტივობებით, როგორ მიიღწევა კონკრეტული მიზნები. ანუ როგორ უნდა იყოს შენი ვარჯიში გასართობი, სახალისო და მიზან მიმართული მწვრთნელის გადმოსახედიდან. ვცდილობთ რომ ამებით შევაიარაღოთ. პლუს ამასაც დამოუწევთ ვახსენებ მშობლების და მწვრთნელების სხვადასხვა გამოწვევები. გვაქვს უკვე საკმაოდ დიდი ესეთი სია ჩელენჯების, გამოწვევების, რაც მინდა დავნებო ფესტივალებში. მაგალითად ვიძახი მშობლებს, როდესაც ექნება ჩელენჯი, მხოლოდ და მხოლოდ წაახალისონ მოწინააღმდეგე გუნდის კარგი თამაში, ხო? და დაიწყო ამით იყვნენ იმპულსში, რომ დააკვირდნენ სხვის კარგ თამაშს. ნუ რაც რაფში ჩვეულებრივი კულტურის ნაწილია, კარგი თამაში, ალბათ ცხოვრებას ეგრეა, რომ კარგი რაღაცა ქმედება, ლამაზი ქმედება იმსახურებს შექებას. და მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე. კი, რა, ამაზე საკმაოდ ბევრი გვაქვს ნამუშევარი და ეხლა დავიწყებ დანერგვას და თუმცა კიდევ ერთხელ რაღაცები იმუშავებს, რაღაცები ვერ იმუშავებს, სამწუხარო პროცესისგან ყველაფერი შორს არ არის. გაანალიზე, დაგეგმე, შეასრულე, ისევ გაანალიზე, დაგეგმე, შეასრულე. აი ამ პროცესში უნდა ვიყოთ. სხვა შორის მესამე ტაიმიც ჰქონდა. რა და იქ ბავშვები რიგში ჰოტდოგებს და რაღაცებს და ეგ მომენტიც იყო რა მან. შენ ახსენე გიორგი ჩუმბურიძის ცენტრი, გიორგი ჩუმბურიძე ძალიან დიდი აქტივია რაგბის კავშირისთვის, რა ქართული რაგბიში. ქართულ რაგბიში ხომ არ იცი რამდენი ყავს კადრი რა აპარატში, ასთან რამდენი კაცი მუშაობს. კი ბატონო, ეხლა ზოგადად მოდელი იცვლება, ანუ ზედმეტად ინერგება რეგიონალური მენეჯერები, ანუ რაგბის კავშირზე ყველა რეგიონალური მენეჯერი უკვე ყავს პრინციპში, რომლების ერთ-ერთი ამ პოზიციაზე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ უნდა იყოს მსოფლიო რაგბის ედუკატორი, ანუ შეგეძლოს სხვადასხვა კურსების წაკითხვა და ადგილზე უკვე შეძლონ ამ კურსების ჩატარება. ან მოიწვიონ სხვები, ეხლა ამას რატო ვიძახი, იმიტომ რომ თუ ადრე გიორგი ჭუმბურიძის ჯგუფი იყო ფართო, დღეს ეს მცირდება, თუმცა მისი ფუნქცია ისევ რჩება, რომ სასწავლო პროგრამების შემუშავება, ამ ყველაფერზე ადმინისტრირება, რაღაცა ახალი ინოვაციების დანერგვა და მე უკვე ჩაშვება ამ ედუკატორებში, რომლებიც არიან უკვე რეგიონალური მენეჯერები. აი ძალიან საინტერესო საკითხები წამოვჭერით ახლა ჩვენ და საინტერესო ტყვები შენ ამას ყველაფერს. ალბათ მე დააკვირდები შენ უკვე შენი უშუალო მოვალეობაც იქნება ალბათ რამდენად იქნება უკუგება იმისი რასაც თქვენ ნერგავთ ახლა რასაც ამბობ და რისი გაკეთებაც გინდა და რამდენად გამოვა ეს ყველაფერი და უკუგება როგორი იქნება ძალიან საინტერესო იქნება აი ამას რომ დააკვირდე რა აი ამას დროის გარდა რაც ქართულ რაგბში მე ნამდვილად მაკალდა რას ნიშნავს მე პირადად ამაყო როგორც კონდე ქართულ რაგბს აკალდა ეს არის ზუსტი ანუ ობიექტური საზომები რით გავზომავთ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ რაღაც ბევრ რაღაცებს ვთხოვთ ერთმანეთს ან ერთმანეთსგან განსხვავებულ რაღაცებს და მე ვეღარ ვზომავთ ეს ყველაფერი შესრულდა თუ არ შესრულდა დღეს ერთ-ერთი ჩემი ამოცანა რაც იყო ეგრეთ წოდებული KPI-ები იყოს კონკრეტულად გაწერილი იყოს ნათლად. ნუ შესაბამისად განხორციელების გზებიც აგვიხსენე რას ნიშნავს. ესე იგი რითაც გაიზომება ესა თუ ის აქტივობა, შესრულებული სამუშაო. რა შედეგს ვიღებთ და შესრულდა თუ არ შესრულდა. პირობითად ვიძახით თუ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რომ უნდა ჩავატაროთ
თქვით რომ 10 ფესტივალი ჩასატარებელი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ფესტივალები უნდა ჩავატაროთ და კარგია, ვატარებთ, შეიძლება ჩავატაროთ 7, შეიძლება ჩავატაროთ 5, მაგრამ თუ გვაქვს 10 დაგიდგინეს, მე როგორ ვთქვათ დავზომოთ შესულდა თუ მეტი კონკრეტიკა არის შემოტანილი და რაც მე უფრო მენეჯმენტის ნაწილს უფრო მარტივს ხდის ამ ყველაფრის შესრულებას. თუ დაბალი იყო ეს ციფრი ძალიან მაშინ უნდა აუწიოს. თუ რაღაც მიუღწევადია ობიექტური მიზეზების გამო, უნდა დაუწიოთ და ვიყურიოთ რა არის ხელშემწყობი. აი ანალიტიკური ჯგუფი რომელიც იმუშავებს ამ საკითხებზე, მე ჩემი კითხვები, ანუ რამდენი კაცი მუშაობს, ზუსტად მაგას ეხებოდა, იმიტომ რომ ეს რასაც ახლა შენამობ, აი ამის ყველაფრის გაანალიზება, ამის ყველაფრის ასე ვთქვათ, შემდეგ რაღაც ფორმის მიცემა და დასკვნების გამოტანა, ამას სჭირდება ძალიან მძლავრი აპარატი, ჩემი აზრით. ხო და ძალიან არის მე მიხარია ამის მოსმენა ძალიან მიხარია ამის მოსმენა და ჩვენ მერე კიდე უფრო შემოვალთ ესე იგი დეტალებში მერე თანდათანობით უფრო შემოვალთ თუ მაგის უფლებას მოგწევთ რა თქმა უნდა და საინტერესო თემებზე გავაგზავნებთ საუბარს არ ვიცი ახლა გიას მე პირადად სიმართლე გითხრა ორი კითხვა დამჭა ხო გაიერთოთ მე მაშინ რაღაცას ვიკითხავ რეგიონალური მენეჯერი ჯუმბურიძის რეგიონალური მენეჯერები რო ახსენე. კადრების ამ ისევ მან მივდივარ რა, იმიტომ რომ ნუ ახლა ხო ვიცი. რაც არ უნდა ისეთი ცნობილი ის იყოს, რა ქვია, ძველი რომ კადრები ყველაფერს წვეთს, ეს არის ისეთი აქსიომა, რომ აუცილებელია. რამდენად მოყვება ეს ხალხი, იმიტომ რომ მინიმუმ ინგლისურის ცოდნა უნდა რომ ეს ედუკატორი აიღოს, ცოტა ის რაღაც პედაგოგიური ცოდნაც უნდა, ანუ ის ირიბუს ეს ედუკატორის კურსი მაგასაც ანუ პედაგოგიკასაც ჩართულია იქ. რამდენად ვიცი და ამის გადმოცემის უნარიც უნდა ქონდეს რომ იქ დაანჩენები წამოიყოფოს რა და ეგეთი ამ ეტაპზე მე როგორც ხვდები 13 კაცი გინდა ხო? იდეაში ხო? რეგიონალური მენეჯერი. ხო, რეგიონალური. ანუ ვიდრე თეატ მოვიცვათ. ხო, მინიმუმ 3-4 კაცი გინდა ისეთი რომ თქვა აი დასავლეთი, კახეთი, რაღაცა, ბათუმი, რაღაცა ხო მინიმუმ რა და მე ნელ-ნელა გაიტორე. კადრები ძალიან ძნელია რა. თული საპოვნელი. ეხლა რაც შეეხება კადრებს, ერთი აუცილებლად მინდა აღნიშნო რომ კი ვთქვი რომ ქართული რაგბი მაინც ახალგაზრდა თქმა და მოვიზდებით და დღეს ყავს უკვე ჩვენ მსოფლიო რაგბის ტრეინერები, რომლებსაც უკვე აქვთ უფლება გაცენ ეს ედუკატორის ლიცენზია, ანუ რაც შეეხება თქვათ ინგლისურის ცოდნას. ანუ მათ შორის გია ჭუმბურიძე, გიორგი მაისულაძე, ფიზმომდების მიმართულებით, თვითონ ივა დავითაშვილი, რომელიც არის მსოფლიო რაგბის ტრეინერები და უკვე ადგილზე შეგვიძლია ყველა სპეციალისტი გადავამსულოთ. ნუ რა თქმა უნდა, რაღაც კრიტერიუმები არის, რაც უნდა აკმაყოფილდეს ედუკატორი. კიდე რაც მინდოდა ისა რა ქვია მეთქვა ხო კადრების ნაწილში კიდე რაც ამარტივებს დღეს იმას რა ქვია ამ ყველაფრის შესრულებას ის არის რომ თუ ამოცანა არის ნათლად ჩამოყალიბებული რჩება რაღაც ტექნიკური განხორციელება ამ ყველაფრის. ნუ შემოდის ადამიანი ფაქტორი ყოველთვის შემოდის და სულ უწევს რაღაც არჩევანს თუ და ზოგს შემოთავაზება აქვს რომელიც ხარეს გააკეთოს ეს არჩევანი. მაგრამ მე ვთვლი რომ დღეს უკვე არის საკმარისად ის რესურსი გაიზარდნენ ეს ადამიანები წლები გავიდა რაღაც ცოდნა დაგროვდა გამოცდილებას დაგროვდა და ვფიქრობ რომ შევძლებთ თავის გახდას თუმცა ნუ კიდევ ერთხელ რაღაცებს ახალსაკეთებს შეიძლება როცა იქნება ეგ ყველაფერი ძირითადი რაღაცა ის გუნდი რომ შეიკრება კი ბატონო ადამიანი დაინახავს რომ ამ გუნდში მოხვედრა კარგია იმიტომ რომ თავისი პირადისთვისაც ხო საშუალება პლუს მე შედეგს ნახავს თვითონ რადგან ხო დახავს რომ კიდე 5 კაცი ეგეთივე გაზარდა მინიმუმ ხო რომელიც ქვემოთ მუშაობს უბრალოდ ნუ რა თქმა უნდა мотиваცია არის აი ეგ არის თავარი გამოწვევა რეგიონულ მენეჯერებს აუცილებელი პირობა რაც უნდა დააკმაყოფილონ თქვათ 2-3 წლის მერე ისინი ანუ უნდა გაიზომოს მათი საქმიანობა აი თავარი ამოცანა ასე ვთქვათ სტრატეგიული ამოცანა მათ აქვთ რომ რაც შეიძლება მალე თქვან რომ მე აქ საჭირო აღარ ვარ ამ რეგიონში ანუ მე იმდენად გავაუწევ ეს ცოდნა იმდენ ადამიანს შევძინეს უნარები რომ მათ უკვე შეუძლიათ ადგილზე თვითონ დააორგანიზონ ეს ყველაფერი და
ასევე ყავდეს ვიღაცა, ვისაც ვინც შეძლებს მაგ პოზიციაზე მუშაობას. აი თავარია სტრატეგიული ამოცანა ეგ აქვს, რომ რაც მალე ითქოს რეგიონალურ მენეჯერო, მე აქ საჭირო აღარ აქვს გადამიყვანე სხვაგან, ან მომინახეთ სხვა საქმიანობა, ეს ესეც ზოგადად. ხო, პირობითად ეხლა არცი მაღალმთიან რეგიონს ვიტყვი, ხა ხულო და სხვა ლენტეხში თუ ეს ამბავი დაალაგდა უკვე ისე რომ ამ ჩარევა საჭირო არ არის, პერიოდულად იგივე ჯუმბურიძე რაღაცას მოიგითხავს საკმაოდ, ну კი ბატონო, ასაგიხო, კარგი, ну კარგია. ეს უკვე რაღაცა ისე. ჯუმბურიძე რამდენიმეჯერ ვახსენეთ ამ წელს ეს რატოს თქვი რომ ანუ გიას ჯგუფი ჯუმბურიძე იყო ადრე დიდი და ეხლა უბრალოდ გამოვაცალეთ ეს ედუკატორი ესეთი აღარ არის. მარტო მსმენელთა გადამზადება აღარ არის, იმიტომ რომ ჯერთი ძალიან დიდი სამუშაო გაწია გია თავის ჯგუფთან ერთად, მეც ვიყავი ჯგუფში ადრე, თითქმის არა ძალიან ბევრი მსმენელი მოთხოვნა რაც არის, იმაზე მეტია დღეს ლიცენზია სერტიფიცირებული მწვრთნელები საქართველოში. ამას პერიოდულად რა თქმა უნდა ჩვენ იმაზე მეტია. რა თქმა უნდა, კი უფრო მეტ ადამიანს აქვს სერტიფიკატი აღებული, ვიდრე საჭიროებაა მწვრთნელების. ხო, მაგრამ ეხლა შენ გაირამე. სამუშაო სერტიფიკატია აღებული. სერტიფიკატი შეეხება. არა, რატო გეუბნები, იცი რომ ეხლა ესე ვიქ მივდივარ რა, როი ძნელების, აი ეხლა რასაც შენაკეთებ იგივე მშობლებთან. მე ახლა არ ვიცი ის პირველი დონის, თუ არ ვიცი რომ გულისხმე შენ, მაგრამ ლიცენზია რო აღებული აქვს რა. ეს შედეგი არ ჩანს, თქვათ იგივე ბავშვებში. ვინ აკაზომოს შედეგი? ხო, არა, მეგეონები ჯერ სუფთა ვიზუალურად რა. ანუ რას თამაშობენ, როგორ თამაშობენ, და ეს შედეგი ისეთივე რო იყოს, აი რას თქვი შენ, რომ იმაზე მეტია მსმენელი, ვიდრე თქვათ რეალურად საჭიროა. გადამზადებული იმაზე მეტია. ხო, გადამზადებული, ეხლა როგორ არის აი ეგ არის, რეგო, შენ მაშინ არ დაგჭირდებოდა აი ამ რაღაც ახალი კრიტერიუმი. ჩემი აზრით შეიძლება ვწდები. არა. არ დაგჭირდებოდა ამ ახალი კაი ესეთი ძალიან კაი კრიტერიუმები შემოტანა იქ რაღაც სლადი დავალე რაღაც წესები რა აი ეგეთი რაღაცები ხო ხდები მე ხარ კი არ ვაკნინებ მსმენელებს თვითონ თავისთავად მაგრამ ნუ ფაქტი სახეზეა რა ის პრობლემა რომ ჩვენ მე ნაკრების მსმენელს თხოვთ უკვე ეროვნული ნაკრების მსმენელს თხოვთ რომ რატო არა აქვს 9 ნომერს კაი პასი ну სასაცილოა ეხლა ნაკრების მსმენელის საქმე ეგ არ არის ტიმები უნდა მიდიოდნენ აი არ ვიცი რას აკეთებდა ხელი და ну სამწუხაროდ ეხლა არ ვიძახი რომ ფორმალური იყო მაგრამ შეიძლება უფრო მეტი ჩაძიება ჭირდებოდა და ნუ ეხლა ხედავთ რომ თქვენ ეხლა პირდაპირ ეძიებით ბოლოში როგორ რანაირად შედეგი რა იქნება როგორ იქნება ხოხდები მე მგონი ნუ ყოველ შემთხვევაში რასაც ამბობ მიმართულება ეგეთი ხო ეხლა პატარა ეხლა ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ ძალიან სპეციალური მიმართულებით რა და პატარა ისეთი ისა გვაქვს რა ჩელენჯი გვაქვს აგერ პატარა ყუთი გვაქვს ერთ წალი კითხვა ამოვიღე და მიპასუხებ საინტერესო აღმოწევა რა მიზდება თუ მცირდება გლობალურად ეს არის ისეთი კითხვა რომელზეც მაგ დაგანახეთ რო არის პიკოთ რომ ჩემთვის არის კომფორტული კითხვა მოვიგონე ესეა ეს ისე ხუმრობით რაგბი ნუ ამაზე მე მაქვს რაღაც ჩემი ასეთი ხედვა რომ აინტერესებს ეს ჩემი სუბიექტური ხედვა რომ გონია რომ რაგბი დროთა განმავლობაში დაიყოფა და გაუთანაბრდება სამხედრო საქმიანობას რაც არის პროფესიული რაგბი იმდენად იზრდება ინტენსივობა იმდენად თქვათ კი სოფლიაგის ცდილობს რომ მოთამაშეების უსაფრთხოებაზე იზრუნოს თუმცა თუ გინდა შენ პროფესიონალი აი გლადიატორების ბრძოლამდეც კი მივა ესე გონია როდესაც ფიზიკურად ძალიან იზრდებიან მოთამაშეების სისწრაფები გამძლეობა ყველაფერს ასწრებენ და გაიყოფა უფრო მეტად გაიყოფა პროფესიული რაგბი და სამოყვარულო რაგბი ამ ნაწილში ვთქვი რომ ვთქვათ გაუტოლდება სამხედრო ჯარისკაცის სადაც პირდაპირ კონტაქტში ხელს აწერენ მაგალითად რომ საბრძოლოდ მიდიან ხო ასე მაგრამ რაც შეეხება სამოყვარულო რაგბს ეს პირიქით გონია რომ გაიზრდება იმიტომ რომ აი ეს ფასეულობები რაც რაგბის გააჩნია გონია ამაზე უფრო მოთხოვნა გაიზრდება ადამიანებში ამის გარდა თვითონ ფასეულობების გარდა
რაგბი ისეთ სპორტის სახეობა, სადაც სტრატეგიული აზროვნება გჭირდება, ტაქტიკური, ფიზიკურად უნდა შეძლო რაღაც ადამიანს ძალიან კარგად, ანუ კომპლექსურად აყალიბებს. შენ თუ მაგალითად სხვა რაღაც კონკრეტულ სპორტის სახეობაში დადიხარ, შენ დამატებით გჭირდება რაღაც განავითარო. რა, შენს თუ ესე პიროვნულად გინდა გავითარდე, მათ შორის ფიზიკურად, ასევე მენტალურად, ასევე კოგნიტიურად. დამატებით სხვა ესე იგი სერვისების შესაძლებლობის მოძებნა გჭირდება. რამე ამ ყველაფერს გაძლევს. მე მგონია რომ რაღაც ეს უფრო მოთხოვნადი გახდება და აი ეს სამოყვარულო რაგბი უფრო და უფრო გაიზრდება. ხო, პროფესიონალური რაგბი პირიქით. ხო, ძალიან შემცირდა. აი, გასაგებია, რასაც იძახი, ერთადერთი მე მაგაზე შეხედულება მაქვს, რომ რაგბი საერთოდ თელ სოფლიოში ჩემი გამოცდი რაც მე ნანახი მაქვს სოფლიოში, საშუალო ფენის თამაშია. ანუ ადამიანები არ ცდილობენ ამით თქვათ ფული იშოვონ და აი რასაც შევიძახი რომ ჯარში წავიდეთ, ეგ ცალკე ამბავი, ეგეთი ადამიანებიც არსებობს და ისინი მიდიან ჯარში რა და აი ჩვენთან რა ეს ალბათ ქვეყნიდან გამომდინარეა ქვეყნის და მდგომარეობიდან გამომდინარე. რაც უფრო კეთილდღეობა იქნება ჩვენ ქვეყანაში, ესე ვთქვათ, ეგეთი ფენა გაჩნდება, რომელიც ამას ზუსტად ესე შეხედავს, რომ ამ მშობელი შეხედავს, რომ როგორი შვილი უნდა გაეზარდოს. ანუ იმისთვის კი არ გაუშვას რაგბიზე, რომ იმანი ფული იშოვოს და ჯარში წავიდეს. კი, მაგაში გეთანხმებით, აი, რასაც იძახი, რომ სამოყვარულო რაგბის განვითარებას გეკუთვნის. კი, რასაც უნდა მიაქციოს. კიდე ერთი კითხვა. კი ბატონო, საინტერესო. არ გვევს თუ არა ვიდეო რეფერი თამაშების მუხტს. ხო, ნუ მოდი მოკლედ უპასუხო რა. რა რაგბში მე გავიზარდე და ასე ვთქვათ ესეთი კონტრაქტი გავაფორმე რაგბი რომელიც მომწონდა. მე ესეთ შეხედულება. მე მომწონდა რაგბი, სადაც ის წესები რაც იყო, უბრალოდ მაგ წესებს დავთანხმდი და მომწონდა. შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც თქვენს რომ ეს არ შეიძლება თქვენთვის და ეხლა მოეთამაშოთ ამ წესებით. მოკლედ რომ ვთქვათ, კი აფუჭი, ჩემიას ეგრეა რა. ნუ უსაფრთხოების დაწვის ცალსახად ეხმარება, მაგრამ ნუ მე თუ მინდოდა რომ რაღაცა რაგბი რაღაც უფრო მეტი ემოცია ყოფილიყო, ნებაყოფლობით დავთანხმდი და ვთამაშობდი და მითხეს რომ ეგრე არ შეიძლება. ნუ რა ვქნა, ეს აკეთებ. ერთიც და მე გადავიდე დას ბოლოსკენ. რა არის ჭეშმარიტად კარგი მწვრთნელის თვისებები? ხო, ნუ ეს არის მოთამაშეზე ორიენტირებული, მე ესე მგონია, მის განვითარებაზე და არა რამე კონკრეტ. თუ ისე უნდა გავუყოთ ახლა, თუ ლაპარაკობთ მაღალ მიღწევებზე, იქ არის სხვადასხვა მცველების სხვადასხვა მეთოდებით აღწევენ მიზანს. ეს პროფესიული ხო, მაღალ მიღწევებში სხვა. კი ბატონო. მოდი ჩვენ მotvilabარაკოთ. ბავშვთა და სამოყვარულო რაგბში იქ სადაც შეიძლება იყოს მოთამაშეზე ორიენტირებული, უნდა იყოს თავიდან ბოლომდე მასზე ორიენტირებული. თუმცა რაგბიზე თამაშია, სადღაც დირექტიულ ჩარევალსაც მოითხოვს კონკრეტული უნარების სწავლის ასლი. ჩემი ფილოსოფია ყოველთვის ეგ იყო ოგოებთან, როცა ვიყავი, რომ ისინი გამხდარდნენ უკეთესი მოქალაქეები, ეს არნიშნავს მაგალითად კანონმორჩილებას მაინდამაინც. ნუ ეს ხო, ეგ ახლა ისე. უკეთესი უნარების მქონე, რომლებიც რაგბის იქით იქნებოდნენ სასარგებლოები, კარგი ადამიანები, სასარგებლოები და ასე ნუ შემდეგ. ამ პასუხში გამოჩნდა შენი გამოცდილება, სამწუხაროდ გამოცდილება, ვიტყოდი. ერთი მინდა გითხო საკითხი, რომელიც მე მგონია რომ ძალიან ახდენს გავლენას განვითარებას. ეს არის აი სულ ცოტა ხნის წინ მე წავიკითხე რომ იგეგმება 14 მოედნის კი ბატონო, აქედან მე მგონი ვარკეთილშია, თბილისში არის ერთი ვარკეთილში და ერთი ხო ზღვისუბანში და სხვა და რო შევხედე აი ამ თბილისზე მაგ შემთხვევაში საუბარს, რატომ? იმიტომ რომ თბილისი ქუთაისთან ერთად ყოველთვის იყო ძლავრი ბირთვი, სანაკრებო კადრებს ძირითადად იქიდან მივიდა და დაწყებული ძველი თაობიდან და აქ რაღაცა მოგეჩვენა რომ გეოგრაფია ცოტა ისეთია რომ რაგბი ხდება პერიფერიული სპორტის სახეობა, იმიტომ რომ ნუ ჩვენ თაობაზეც და თქვათ ეს ბიჩეულები ვიყავით რომ ქალაქის ცენტრი ძალიან კარგად იყო ჩართული რაგბში.
დღეს ესე მგონია რომ ცოტა მოწყვეტილები არიან, იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან ძნელია მით უმეტეს დღევანდელ სატრანსპორტო კოლაფსის პირობებში და ესე როცა მშობელმა უნდა წაიყვანოს ჯერ კიდევ ბავშვი მერე უნდა დაელოდოს, მე უნდა წამოიყვანოს, ურთულესი რამე. ნუ გამომდინარე რატო ვამბობ რომ პერიფერიაზე გადაგვაქვს ვერ ხვდები რატომ? იმიტომ რომ ნუ ქონდა ჩვენ ქალაქის ცენტრში ბზიურში 2 ჰექტარი მიწა სადაც მოედნები ბავშვთა განვითარებისთვის მოედნები შეიძლება გაკეთებულიყო, მაგრამ ეს გადაიცვალა პერიფერიაზე რაღაც ტერიტორიებით და ეს როგორ გონია შენ ცოტა ნეგატიურ გავლენას ხო არ ახდენს საერთოდ ზოგადად განვითარებაზე. ან რატო ხდებოდა უბრალოდ მიზანი რა იყო? რაც შეიძლება მეტი სტადიონი აგვეშენებინა, ეს იყო მიზანი, თუ მაშინ შენ არ იყავი და შენ არ იღებდი გადაწყვეტილებებს. მე იმიტომ კი არ ვამბობ ახლა მაგას შენ იმიტომ კი არ უბრალოდ ეს ზოგადად როგორ ფიქრობ განვითარებაზე ახდენს გავლენას ეს ფაქტორი თუ არა ინფრასტრუქტურის? ნუ არის რაღაც კრიტერიუმები, რაც აუცილებლად ალბათ უნდა გაითვალისწინო, როდესაც რაღაცას ახალს იწყებს. ნუ მათ შორის არის რამდენი ადამიანი ცხოვრობს, ხო? მე მაგაზე პირდაპირ ვთქვა რომ ესე რაღაც ან დაგეგმვაში ჩარეული, ან არის ანალიზში არა ვარ. შეიძლება მაგალითად ცენტრიდან რომ ისა რა ქვია გადის, ეგ იმიტომ ხდება რომ უკვე ცენტრში უკან ვეღარ გადმოდის, ან აღარ არის, არ ვიცი ეს ტექნიკურად როგორ ხდება. თუმცა რაც გაიშლება გეოგრაფიას კარგია თუ ცუდია, თუ კითხვა მაგაშია, ნუ ბევრგან რეგიონში მე ვთვლი რომ მაგალითად სახარბიელო მდგომარეობა არ არის. შეიძლება ესე რაღაც დასავლეთ საქართველოში მინდორი თავისთავად მწვანე იყოს, მაგრამ გასახდელები საერთოდ არ არის. არის რაღაც ისა რა ქვია ადმინისტრაციისთვის სივრცე. ისე და პატარ-პატარა მოედნები იქაც კი საჭიროა. აქ მე სარაგო მოედანი კი არის, მაგრამ მულტიფუნქციური თუ იქნება ეს ყველაფერი და ადგილობრივი ბავშვები სხვადასხვანაირად შეერთებიან, მხოლოდ და მხოლოდ კარგია. თვითონ ახლა მზიურიდან როგორ წავიდა და რა წავიდა, ნუ ეგ არა, ნუ ეგ როდი საინფორმაციო კითხვა იყო რა. ხო, კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი მოედანი ყოფილიყო, მარტივი მიზეზი, აქ არ არის ლაპარაკი რაღაც სიღრმეებს ჩასვლაზე. იმისთვის რომ ბავშვი წაიყვანო მაგალითად იმიდან რა ქვია ცენტრიდან, ვერადან, ვაკედან არ აქვს უშუალობას იმაზე რა ქვია ვარჯიშზე დაახლოებით გჭირდება ალბათ თუ მე დათვლი მაქვს ფოტოშოს გოგოებზე რაღაც პროექტს ვაკეთებდი და Google-ით სხვადასხვა ტრანსპორტით ვცდილობდი რომ დამეთვალა, მაგრამ ნუ საშუალოდ გამოდიოდა 1 საათი, იქით 1 საათი აქეთ. ვარჯიში პლუს 2 საათი რაღაც ისეს რომ გამოვიდა რომ შენ 4 საათი უნდა დაუთმო ამ ყველაფერს. ეს სასახად გამოწვევაა რა. ძალიან რთულია მშობლისთვის ეგ, რომელსაც საქმე აქვს კიდე ოჯახშია, სამსახურში და ასე შემდეგ. ნამდვილად არის გამოწვევა. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ თვითონ კონტინგენტიც განსხვავებულია, ჩემი აზრით, განსხვავებულია კონტინგენტი და აქედან გამომდინარე, უნარებიც შესაბამისია. რაღაცა ეს არავის არ ვახურებ თავს, ეს ჩემი დაკვირვებაა. ეს ჩემი დაკვირვებაა, იმიტომ რომ მოედანზე მე ძალიან ვინატრებდი ისეთ გუნდს, რომ სადაც არის შემქმნელი, მოფიქრალი და კარგი შესრულებლების ნაზავი მოთამაშეები და ალბათ მივიღებთ ბალანს თამაშის ბალანს მივიღებთ. კი ბატონო, ეგ უნარჩვევები მოთამაშის ზუსტად შევეხეთ, საუბრობ რა მოთამაშე, როგორ სწავლობს ხომ ამ ყველაფერს. როცა სულ მასზე არის ორიენტირებული სხვადასხვა გამოწვევებს უყურებს ამ სიტუაციებში, ანუ მე ცალსახად და ერთუშავ ჯერა იმის, რომ ადამიანები, რა თქმა უნდა, რაღაც ფაქტორები ყოველთვის განაპირობებს სხვა ფაქტორებს, მაინც ცარიელი დისკია, რა ინფორმაციას ჩავწევთ, იმასაც წავიკითხავთ შემდეგ და არ აქვს მნიშვნელობა სიტუაციის ვიძახი. ერთადერთი სხვა გამოწვევი მაინც რჩება ტრანსპორტით, რაღაც მიხვიდეთ, დროის ნაწილში რთულია. ძალიან დიდი მადლობა, ჯაბა. პირადად მე დღეს ამოვწურე ჩემი კითხვები, თუ შენ დააკრავე კი არა, არაფერი, რა ვიცი, მე მგონი პირველი სტუმრობისთვის ცუდი არ იყო. ცუდს დაკარს გულის ყოფილას ინფორმაცია რამდენად მოგვაწოდა ჯაბამ რას აპირებს და როგორ აპირებს. არა, შენც აღნიშნე, რომ
უამრავი რაღაცა განშტოება არის და ჩვენ თავს უფლებას მივცემ და ალბათ ჯაბაც უარს არ გვეთქვის. მე უფრო ჩვენს დეტალურად შევეცდებით, რომ ერთი 15-20 წუთი ხოლმე რაღაცა კონკრეტულად იმაზე ვისაუბროთ. ეგ გვინდა შენგან, რა ვიცი. ამისთვის შემოგეშველებით და მაყურებლებს მოუწოდებ, რომ დატოვო კომენტარები, თუ რამე საკითხი აინტერესებთ, რასაც შემდეგ ბატონი მიხეილ და ბატონი გია დაახარისხებენ, დააჯგუფებენ და მე უკვე კონკრეტულად თქვენ ინტერესებსაც დავაკმაყოფილოთ, თუ რა კითხვები გაქვთ. აუცილებლად დატოვეთ კომენტარები არხის ქვეშ. კი ბატონო. დიდი მადლობა. კარგი იქნება, იმიტომ რომ ბატონობასაც თავი გაანებე შენ უკვე დიდი ხარ და უკვე ისეთი რაღაცები გაბარია, რომ ამას უნდა მიხედო. ხო, ერთსაც ვიტყოდი, რომ ვინც იცის, რომ მე საკმაოდ დიდი არქივის მფლობელი ვარ, ესე ვთქვათ, სარაგბო თამაშების და ისედაც სხვადასხვა რაღაცები ისტორიის, ყოველ შემთხვევაში ჩემ რაგბში ჩართვის დროიდან და ჩვენი პოდკასტის ბოლოს პატარა ფრაგმენტს შემოგთავაზებთ იმ შვიდკაცის რაღაცა კოლაჟია გაკეთებული, რომელსაც მაყურებელი შეხედავს. ოკეი. დავამშვიდობოთ თუ ეგრე. ზო, მორჩი. ჩამა დიდი მადლობა. არა